გადაცემას ვიწყებთ აი ამ ვიდეოთი, მაგრამ სანამ ვიდეოს გაჩვენებთ, თან აგიხსნით რა ხდება. ახალგაზრდები რაღაც კონცერტზე იყვნენ. აქეთობას რუსთაველზე გამოვლა მოუწიათ. ერთ-ერთს პირბადე ეკეთა და გააჩერეს. აქციაზე იქნებოდი შენ. ამან უთხრა, არა, კონცერტზე ვიყავი და კბილები არ მაქვს და მაგიტომ მიკეთია პირბადეო. ეიპო კონცერტიდან მოვდივართ. ვერ მოხს, ვერ ლაპარაკობ და კბილები არ მაქვს. აი, არ მაქვს. პოლიციელებმა არ დაუჯერეს, რაზეც ეს გოგო გაწიწმადდა. მაგრამ სანამ კონცერტის ბილეთი არ წარადგინა, არ გაიშვნენ. ჟურნალისტმა, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა, ამასობაში დააპირა ამ გოგოს მეგობრისთვის რუსთაველზე მიმდინარე აქციის შესახებ დაესვა რამდენიმე კითხვა, რაზეც მან გასცა ძალიან საინტერესო პასუხი. Francis თუ არის ცნობილი რეალურად პროტესტის შესახებ? არა, ეგენი ჩემგან შორს გენაცვალე. მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს. ადამიანი მხოლოდ ჭამისთვის, მისი მონელებისთვის და შემდგომ მონელებულის განხარვებისთვის ხომ არ არის შექმნილი, არა? არის, რა ვიცი, ჩვენს ცხოვრებაში კიდევ რაღაცები. სიყვარულია, სამშობლოა, თავისუფლებაა. ეგენი ჩემგან შორს გენაცვალე. მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. ქოცების მიზანიც ხომ ესაა? არაფერზე იფიქრო გარდა ყოველდღიური სალაფავისა. და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვინც ნამდვილად ვერ იფიქრებს თავისუფლებაზე, ევროინტეგრაციაზე და ასე შემდეგ, რადგან უბრალოდ შია. და სამწუხაროდ თითქმის ყოველთვის, როცა მაღალი მატერიები უპირისპირდება ბიოლოგიას, იმარჯვებს ბიოლოგია. ანუ აი ეს. მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. იმ ხალხს, ვინც ყოველდღიურ ჯოჯოხეთს გადის იმისათვის, რომ ოჯახი შეინახოს, იმისათვის, რომ უბრალოდ ფიზიკურად გადარჩეს, ნამდვილად ვერ მოთხოვ გამონახოს დრო საქართველოს ევროინტეგრაციაზე ფიქრისთვის. მაგრამ კორეული K-pop-ის კონცერტიდან დაბრუნებული ეს გოგო არ მგონია მათ რიგებში იყოს გულწრფელად. ამ გოგოს უბრალოდ პროპაგანდამ გამოურეცხა ტვინი. ისე მე პირველად რომ მანახეს ეს ვიდეო მეგობრებმა, ქუჩაში ვიყავით ხალხშორის. ძალიან გამეცინა. რა კარგად ხუმრობს მეთქი, რა მაგარი გოგოა მეთქი, მაგრამ მე გაირკვა რომ თურმე სულაც არ ხუმრობ. და მივხვდი, რომ ეს ვიდეო აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა გადაცემაში, რომელსაც ქვია არაფერი სასაცილო. მოკლედ ოფიციალურად დადასტურდა, მეგობრებო. საქართველოში სტატისტიკურად ყველაზე სახიფათო პროფესია არის ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობა. ზოგადად მთავრობის მაღალჩინოსნობა, ძალიან მაღალჩინოსნობა. ხუმრობის გარეშეც რომ შევხედოთ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრებიდან ყველაზე უმტკივნეულოდ კვირიკაშვილი გადადგა. თუმცა როგორც გვითხრეს, მასაც კონფლიქტი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ გუნდთან. ბიძინას არ დაეთანხმა რაღაცაში ანუ. გიორგი მარგველაშვილი, როგორც ივანიშვილმა გვითხრა, განსხვავებული ხასიათების კაცი აღმოჩნდა. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების თქმით ნაცი აღმოჩნდა. გახარიაც ნაცი ყოფილა და საქართველოში ამიტომ ვეღარ ბრუნდება თორმე. ღარიბაშვილ ლილუაშვილის გარემოცვა კი კორუმპირებული ნაძრილები აღმოჩნდნენ. ასეა თუ ისეა, კობახიძის რეპრესიების ახალმა ტალღამ უკვე მართლა ყველა გაწუწა. ქოცებიც, არაქოცებიც, ბიზნესები, მეცნიერები, პროფესორები. და რაც ყველაზე საყურადღებოა, კონცერტიდან დაბრუნებული აი ეს გოგოც, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას და არანაირი პრეტენზია არ აქვს, გარდა ერთისა. მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. უშუალოდ რუსთაველის პროტესტზე კი პოლიციამ გაცილებით უკომპრომისო რეიდები მოაწყო. ბოლო 3 დღეში 60-მდე ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით. მათ შორის არიან მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავგან სადიგოვი, მწერალი ბექა ქურხული, ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია და სხვა ჩვენი ძალიან ბევრი თანამებრძოლი. არ გამოგჩეს ცხინვალელი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც პოლიციელმა დაჭერის მომენტში რაც მიაძახა, დარწმუნებული ვარ ყველამ უკვე მოისმინეთ. ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა, რომელიც ცხინვალში პაციენტის განსაკურნად ჩავიდა და როცა დაიჭირეს, კითხეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებო, რაზეც უპასუხა, კი არა, მე ამ პატიმრობასაც არ ვაღიარებ, რადგან ეს ქართული მიწააო. ამ კაცს შეაგინა პოლიციელმა.
სხვათა შორის კალაძე წლების წინ საჯაროდ უცხადებდა ვაჟა ექიმს მხარდაჭერას. პირადად ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს. მას მერე ყველაფერი შეიცვალა. ევროპა შეზიზღდათ, ვაჟა გაფრინდაშვილს კი დედას აგინებენ. ვაჟა გაფრინდაშვილის ასეთი შეურაცხყოფა და დამცირება საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მის პირად შეურაცხყოფად მიიღო. მაგრამ შენ, ქოცო, შენთვის ეს არ მნიშვნელობს. შენთვის მთავარია მე ნაჭამი ვიყო მთავარი ეგა. და ამ დაჭერების ფონზე იცით ვინ არაა ჯერაც დაკავებული? მონანიე ირაკლი ღარიბაშვილი. შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომაა კორუმპირებული ყოფილი პრემიერი ჯერჯერობით გარეთ. აი როგორ ახსნა ეს ყველაფერი მისმა ცოლისმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა. უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიებას. ხო, რა ვიცი, იქნებ საერთოდ ქუჩაში იპოვა ეს მილიონები. ან კაზინოში მოიგო. რა არ შეიძლება რომ ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან აეღო ფული, დაედო წითელზე, გაეორმაგებინა და ცოტა თავისთვისაც წაიღო, ხო? მოიცა ასე სხვა ქოცი მოიქცა უკვე. დააკავეს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, რომელმაც 464,000 ლარი მიისაკუთრა. ბანკომატიდან გამოიტანა ხალხო და პროკურატურის განცხადებით კაზინოში დახარჯა. არ ვიცი რა თქვა. მოკლედ, ასეა თუ ისეა, უკვე ყველა გრძნობს, რომ კობახიძის კლანი ძირფესვიანად ცდილობს ქართული ოცნების ანატომიის შეცვლას. კორუმპირებული კლანური სისტემიდან კორუმპირებულ ერთპიროვნულ დიქტატურამდე. როგორც თურქმენეთი, ან რა ვიცი, ბელარუსია. ისე კი ლუკაშენკომ ხომ თქვა, ბოდიში მოიხადეთ, მე არ ვარ ევროპის უკანასკნელი დიქტატორიო. შეიძლება ბიზნეს გულისხმობდა. Что касается последний диктатор Европы, ну вы должны сегодня уже извиниться передо мной. Никакой я не диктатор, а если и диктатор, то не последний. მოკლედ ამ გადაცემაში კობახიძის გეგმას გაგანდობთ, რომელსაც ყველა ისედაც უყურებს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ხედავს. მას ასე 5 ნაბიჯი ტოტალურ დიქტატურამდე. ნაბიჯი პირველი, პარტიების გაუქმება. ეს გეგმის ყველაზე ზედაპირული ცხადი ნაწილია. კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი 10 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ. 10 ოპოზიციური პარტია თუ ყავდა საერთოდ არ ვიცი. ბევრი ტექნიკური სამუშაოა. რა თქმა უნდა, ბევრია. სარჩელი ხომ წულუკიანის კომისიის 460 გვერდიან დასკვნაზე დაფუძნებით უნდა გაკეთდეს. ეს დასკვნა, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, 460 გვერდს მოიცავს. ყველაფერი რომ გაკეთდება და წიგნად გამოიცემა. და ქოცებიდან ამხელა წიგნის საკითხვის დრო ვის აქვს? რა თქმა უნდა, იმ ქოცების გარდა, ვინც ბიზინამ ციხეებში შეყარა. ისე ლუკა კურტანიძეს კი შეუგზავნიდა კაცი. კითხვა რომ იცოდეს. მოკლედ თუ გაინტერესებთ, ვინ შეიძლება აიკრძალოს ამ ყველაფრის შედეგად, აი არჩილ გორდულაძის ფორმულა მარტივად აგიხსნით. თუ ხარ ნაცმოძრაობის ყოფილი წევრი, მაშინ გეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ოღონდ თუ ნაცმოძრაობის ისეთი წევრი ხარ, რომელიც ახლა ქოცებშია, არ გეკრძალება. მაგრამ თუ ქოცი იყავი, რომელიც ახლა აღარაა ქოცი, გეკრძალება. თუ არ ხარ ნაცი, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი ხარ, შეიძლება აიკრძალო, შეიძლება არა. მაგრამ თუ ისეთი ოპოზიციური პარტიის წევრი ხარ, რომელიც ქოცებს არ ეწინააღმდეგება, არ აიკრძალებ. შეიძლება საერთოდაც არ იყო პოლიტიკაში, არც ერთი პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ მაინც აიკრძალო. მაგრამ შეიძლება მაგალითად ყოფილი ქოცი იყო, მეტიც დიპსტეითელი გახარია იყო, რომელსაც აქტიურად უწოდებენ კოლექტიურ ნაცს, მაგრამ არ აიკრძალო. თუ პარლამენტში შეხვედი, რა თქმა უნდა. რა არის აქ გაუგებარი? ორჯერ ორია. მაგრამ ამ სიმარტივემ ოცნების ყოფილი მოკავშირეებიც კი დააფრთხო. აგერ ირმა ინაშვილი გამოვიდა და განაცხადა: თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო. ანუ ბატონო ბიძინა, გეშლებათ, მე არ ამგრძალოთ, ნამდვილი პრორუსი ვარო. და რატომ აკეთებენ ამას? რატომ სჭირდებათ ეს პოლიტიკური ველი, რომელიც სტალინის დროინდელ ფოტოს გავს, საიდანაც ყველა არასასურველი ამოჭრილია? ამაზე პასუხი ივანიშვილმა თავად გასცა თორსტების შარშან. შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ
უბედურება მივიღოთ და დაბრუნდეთ და კარგად იყავით. აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ზალა არის მოსაშორებელი. ხომ გახსოვთ ეს ამბავი 2017 წელს ორი სკოლის მოსწავლე ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც ფაქტობრივად დავით სარალიძის მკვლელი ვერ დაადგინა, გამოიწვია უზარმაზარი სპონტანური საპროტესტო ტალღა. ზაზა სარალიძე, მოკლული დავით სარალიძის მამა პარლამენტის წინ ათენებდა და აღამებდა, ხოლო სამთავრობო არხები და მედიები შვილმკვდარ მამას აშავებდნენ, დასინოდნენ და ამცირებდნენ. ეს იყო ხორავას ქუჩის გაუგებრობა. აქვე ჩემი დიდი პატივისცემა ზაზა სარალიძეს. მე ის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე გავიცანი. დიდებული კაცია. მოკლედ, ამიტომ ქართული ოცნების მიზანია არა უბრალოდ კონკრეტული პარტიების აკრძალვა, მათი მიზანია აკრძალონ ორგანიზებული წინააღმდეგობის იდეა, მეგობრებო. გაანადგურონ ნებისმიერი პოლიტიკური ალტერნატივა, ნებისმიერი სტრუქტურა, რომელსაც ხალხი შეიძლება დაეყრდნოს, როცა ისევ გამოვა ქუჩაში. ნაბიჯი მეორე. შეურაცხყოფილი პოლიციელის კულტი. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ველს ასუფთავებ, უნდა დარწმუნდე, რომ შენი რეპრესიული აპარატი ერთდროულად არის მოძალადე და მსხვერპლი. დიქტატურა ზოგადად დგას ძალის დემონსტრაციაზე, მაგრამ ქოც დიქტატურა დგას შეურაცხყოფილი პოლიციელის კულტზე. ეს არის თეატრად ქცეული პოლიცია, რომელიც თურმე სასიკვდილოდ შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როცა აქციაზე მის მიმართ არასწორად იყურები. მაგრამ შეურაცხყოფილად აგრძნობს თავს, როცა აიძულებენ პირბადეებზე გაგჩხრიკოს და ოქმი შეადგინოს. არადა გრძნობს, როგორ არ გრძნობს. ამიტომაც უწევთ თავის მართლება. ალბათ რო გაჩერებენ ასე ამბობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დავალებაა, არაფერი პირადული. არაფერი პირბადული. ესე ხო არ ვთქვათ. შეიძლება. შემიყვარს იდიოტური ხუმრობები, მეგობრებო. ისე ის გახსოვს პირბადის არ გაკეთების გამო რომ დაგზდებდნენ კოვიდის პერიოდში. სად იყო? მე მგონი ქუთაისში თუ ბათუმში რომ გამოეკიდა პოლიციელი მოქალაქეს. ეს ჩემი საყვარელი ვიდეო. ერთი წუთი მომძანდი. აი არა, ერთი წუთი მომძანდი, ეუბნები, მოგიწოდე. გაგეწევინებ. მოი, დავაი. მოდ. მოკლედ წინაკვირას ამ სრული სიგიჟის გვირგვინი იყო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომ შსს-მ 5,000 ლარი დააჯარიმა რუსთაველზე მისვლის გამო. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ მაშინვე გამოიყენა ეს მომენტი და განაცხადა, რომ ამ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის გამო მან მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. სინამდვილეში პირიქით მოხდა. ელინა ვალტონენმა თავად გააუქმა კობახიძესთან შეხვედრა წინაღამით. დატვირთული გრაფიკის გამო. დატვირთული გრაფიკი, ეს არის ყველაზე ზრდილობიანი დიპლომატიური გზა იმის სათქმელად, რომ აგრესიულ ავტორიტარებთან სალაპარაკოდ დრო არ მაქვს. მთელი ამ კომედიის უკან დგას ძალიან ბნელი რეალობა, რომელზეც თავად ვალტონენმა ისაუბრა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. აი ეს არის შედეგი. ჩვენ გავასწარით რუსეთს. ამ რეიტინგში ჩვენ უკვე აზერბაიჯანს ვეწევით და მხოლოდ ლუკაშენკოს ბელარუსი გვასწრებს. როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი ევროპული რეიტინგი, სადაც ქართული ოცნება პირველობისთვის იბრძვის. შორს მჭრეტელობის ინდექსის მერე, რა თქმა უნდა. გიждები ამაზე. შორს მჭრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო 20-ში. ნაბიჯი მესამე, ევროპის ჩანაცვლება. როცა ოპოზიციას კრძალავ და მოსახლეობას აპატიმრებ, შენ ბუნებრივია ზურგს აქცევ დასავლეთს. და როცა დასავლეთს ზურგს აქცევ, ფული და მხარდაჭერა სხვაგან უნდა ეძებო. ეს არის ნაბიჯი მესამე, ევროპული ინვესტიციების ჩანაცვლება არა ევროპული გაუმჭვირვალე ფულით. ამ კვირაში ამის ორი ბრწყინვალე მაგალითი ვიხილეთ. პირველი, რუსული ნავთობი ყულევში. სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა კომპანია რუსნეფტმა ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა ყულევში ახალ აშენებულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. შემოსავლების სამსახურმა, რა თქმა უნდა, მაშინვე დაგვამშვიდა. არ ინერვიულოთ, ეს კომპანია სანქცირებული არ არის.
ეს რუსნეფტია და არა როსნეფტიო. გენიალური არგუმენტია. ეს იგივეა თქვა, არ ინერვიულოთ, კობახიძე კგბ-შნიკი კი არა, FSB-შნიკია. ანუ იმ დროს, როცა ევროპა ისტორიაში ყველაზე დიდ ძალისხმევას დებს, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება მოიხსნას, ქართული ოცნება ახალ არტერიას უხსნის რუსულ ნავთობს, მაგრამ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოება, კონსტიტუცია, ღირსება, საქართველოს ნათელი მომავალი თავარი არ არის. თავარია? მე ნაჭამი ვიყო თავარი ეგა. მეორე. რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არაბული კომპანია Eagle Hills რუსთაველის კინოთეატრის შენობას არემონტებდა. ჰედლაინებიც კი ხვდებოდა, როგორი იქნება განახლებული რუსთაველის კინოთეატრი. ხო და აი დადგა დღე და ირაკლი კობახიძემ საზეიმოდ გახსნა შენობა, სადაც ამიერიდან იქნება არაბული კომპანიის გაყიდვების ოფისი. والله حرام عيب عليكم. أريد أن أقول لرئيس شركة إيجل هيلز والله يا سيدي إيراكلي كوباخيدزي هو مجرم حقيقي ولا يجب أن تصدق كلماته أبدا لأنه رجل غير موثوق حمار هو كل جورجيا كل شعب جورجيا يكرهه أسوأ شخص في الدنيا أسوأ شخص რამდენი წელი ვსწავლობდი ამ არაბულს და რაღაცაში ხო უნდა გამოვიყენო. მიუმართე ხა იმ კაცს. ფრთხილად იყავი კობახიძესთან მეთქი. ეხა ამის გამო თუ გამსროგეს. და აი ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენი ხელისუფლება ამ ახალ პარტნიორებს ეძებს, რა ხდება მსოფლიოში? 22 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობ კომპანიას, როსნეფტს და ლუკოილს. 23 ოქტომბერს ევროკავშირმა სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს. ხოლო ლუკოილ ჯორჯიამ თავად დაადასტურა, რომ რადგან ისინი რუსული ლუკოილის შვილობილი კომპანია არიან, აშშ-ს სანქციები პირდაპირ ეხებათ. აი ეს არის გაკვეთილი ხალხისთვის, ვისი ფილოსოფიაც ზუსტად ამ სამ სიტყვაში ეტევა. მე ნაჭამი ვიყო თავარი ეგა. ეს ერთი მარტივი მაგალითია იმისა, თუ რას უშვება ქვეყანას დამნაშავე ქვეყნის ბიზნესებთან ინტეგრაცია. შენ აჯერებ ეკონომიკას რუსული და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ფულით და ერთმშვენიერ დღეს, როცა მსოფლიო ამ რეჟიმებს სანქციებს უწესებს, აღმოაჩენ, რომ ეს კომპანიები ან გაქრნენ, ან გაჩერდნენ და შენ უმუშევარ დარჩი. უმუშევრობას კი მოგეხსენებათ შიმშილიც მოყვება. ქართული ოცნება ევროპის ნაცვლად გვთავაზობს ბიზნესს, რომელსაც არ აქვს მომავალი. ისინი გვთავაზობენ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ბანკოს სახლივით ჩამოიშალოს. და ერთადერთ იმედად ის გაქვს, რომ რა ვიცი, იქნება არ ჩამოიშალოს. ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საქციელზე უარესი საქმეა. იმან ბიუჯეტის ფული დადო რულეტკაზე. ივანიშვილი კიდე მთელ ქვეყანას დებს. ნაბიჯი მეოთხე, განათლების სისტემის მოსპობა. დიქტატურის ასაშენებლად საკმარისი არ არის ოპოზიციის აკრძალვა, ხალხის დაჭერა და ეკონომიკის გადაფორმატება. ყველაზე მთავარი მომავალი თაობის კონტროლია. ეს კი პირდაპირ განათლებაზე გადის. ბიზინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის, მეგობრებო, ძალიან კარგად იცის. ზოგადად განათლების არსი კარგად გესმის ქართველებს და ზოგადად კაცობრიობასაც, რომ განათლება უმოკლესი გზა თავისუფლებისაკენ. რამდენიმე დღის წინ კობახიძემ დაანონსა ახალი, ამბიციური რეფორმა. ერთ-ერთი იდეა არის ასეთი: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. რატომ უნდა გქონდეს თბილისში 4 სხვადასხვა იურიდიული ფაკულტეტი, როცა შეგვიძლია გქონდეს ერთი, სადაც პირადად კობახიძე წაიკითხავს ლექციებს. ამ რეფორმის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ილიას უნივერსიტეტია, რომელიც კობახიძემ ნაცების ბუდედ მონათლა. ამ რეფორმას, რა თქმა უნდა, თავისი იდეოლოგიური საფუძველიც აქვს. კობახიძემ კეთილად გაიხსენა საბჭოთა კავშირის ეპოქა, როგორც საუნივერსიტეტო განათლების ინტენსიური აღმავლობის პერიოდი. აი თურმე სად ყოფილა ჩვენი ოქროს ხანა. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. რას ნიშნავს ეს რეალურად?
ეს ნიშნავს ბოლონიის პროცესის დასამარებას. იმ სისტემის, რომელიც ჩვენს დიპლომებს ევროპაში აღიარებად ხდის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რეფორმა სკოლებსაც ეხება. ოცნება გეგმავს 12 წლიანი სწავლების გაუქმებას და 11 წლიანზე დაბრუნებას. ოფიციალური არგუმენტი ასეთია. მე 12 კლასში არაფერს აკეთებენ. რეალურ მიზეზს ახლა ვეკეთებით. 12 წლიანი განათლება არის ევროპული სტანდარტი, რომელიც ჩვენს ატესტატებს აღიარებად ხდის. 11 წლიანი არა. ეს არის ახალგაზრდებისთვის ევროპაში სწავლის გაგრძელების გზის ხელოვნურად გადაკეტვა. და ამის ფონზე თან დაგვცინიან. ვისაც მაინც და მაინც უნდა საზღვარგარეთ წასვლა, შეუძლია იქ დაამთავროს მე-12 კლასი. ამას გვეუბნებიან. დედის ტრაკი. ანუ თუ გაქვს ფული, რომ შვილი 1 წლით უცხოეთში გაუშვა, კი ბატონო. თუ არა და დარჩი აქ და ჩააბარე გივი მიქანაძის მიერ რეფორმირებულ უნივერსიტეტში, სადაც კობახიძე წაგიკითხავს იურისპრუდენციის ლექციებს. და თუ ოდესმე მოგინდება რამე გაასაჩივრო, შენივე კურსელები მოგისჯიან რამდენიმე წელს. ამ კომისიის მდივანია ლევან იზორია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თავმჯდომარის მოადგილე კი გივი მიქანაძე. დიახ, ის გივი მიქანაძე, რომელსაც კობახიძემ ამსტერდამის უნივერსიტეტის დოქტორობა დააბრალა. რაც რა თქმა უნდა, ტყუილი აღმოჩნდა. კაცი, რომელსაც საკუთარი დიპლომის არსებობის დამტკიცება უჭირს, ახლა მთელი ქვეყნის განათლების სისტემას გვიგეგმავს. ძალიან გთხოვთ რა, აი იცით როგორი უსუსურები ხართ, აი მართლა სასაცილო. აპირებს სწავლის გაგრძელებას? სად? ამსტერდამის უნივერსიტეტში ხარისხის დაცვას აპირებს? სალია. მას კი ზურგს უმაგრებს მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც უბრალოდ ყველაზე გაუნათლებელი კაცია არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, მეგობრებო. ჩვენ ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, ჩემი ფაკულტეტი იყო ეკონომიკური ფაკულტეტი, 2 წელი მომიწიას, ასე ვთქვათ, სწავლას ვერ დავარქმევ, ნამდვილად ვერც იმას დავარქმევ, რომ უცბელი ვიქნები, რომ ჩემი ასე ვთქვათ, სოდნით მოხდა ჩაბარება. და ბოლოს, განათლების ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რა თქმა უნდა, ყავს თავისი მთავარი მხარდამჭერი. ლალი მოროშკინა. ციტატა. ძალიან უხერხულია წვერ ულვაშიანი, უკვე მოღიპული, ქოსაშერეული ყმაწვილები მერხებთან. აღარაფერს ვამბობ დამაქალებზე, ბოტოქსით და წამწამ დაწებებულები ბოლო ზარზე, რომელიც უფრო გადამჟავებულ სექსუალურად სავსებით მოწიფულ და სხატნი აქვს. ეს მანიაკი. ეს რა მანიაკი ქალია. აი ეს უმაგრებს ზურგს ამ რეფორმას. აი ეს პოსტი. ვერ მოძებნეს სხვა ვერავინ და დააწერინეს აი ეს ტექსტი. ეს არ არის მეგობრებო უბრალოდ პროპაგანდა. ეს არის რაღაც ბევრად უფრო ბნელი და ავადმყოფური. ქოცები განათლების სისტემას, რომელსაც ისედაც ძლივს უდგა სული, საბოლოოდ მოაშთობენ. იცით როგორია ქოცების საოცნებო სკოლა? აი ასეთი. მოусმინეთ. რა ვიცი, ჩემს ბავშვობაში ეგრე იყო. მეც გვაწიწნიდნენ მაგალითად სკოლაში მასწავლებლები და კამბრით წემდა დედაჩემი, ესეთი ამბავი იყო და მაშინ როცა ცემა პედაგოგიური იყო, უფრო მეტი განათლებული, ზოგადი განათლების მქონე მეტი ადამიანია. მოდი არ დავაჭერ. დედას წემდა ამას ბავშვობაში. ისე ამათ რომ ვაკვირდები, ის განათლების ექსპერტი ქუთაისის რომელიღაც ტელევიზიაში რომ იყო მიწვეული სტუმრად, აბსოლუტურად სწორად მოუწოდებს ბავშვებს. ბატონო დიმიტრი, რას მოგცემს ახალი სასწავლებელი რომ? არაფერს. საიციგეთ არაფერს. მე პირდაპირ მოუწოდებ ახლა მოსწავლეებს სკოლიდან შორს დაიკავონ თავი. მე ვიცი რასაც ვამბობ. და აი მივედით დიქტატურის მშენებლობის ბოლო და ყველაზე ამაზრზე ნაბიჯთან. ეს არის მორალური კოლაფსი. ეს არის მომენტი, როცა რეჟიმი გაიძულებს უყურო საკუთარ თავს სარკეში და შეგზიზღდეს ის, რასაც ხედავ. და ეს შეგრძნება ბნელი და ავადმყოფური ოცნების მიერ მოწყობილ საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს ნორმა. ამიტომაცაა, რომ მათი მთავარი სამიზნე გახდა არა უბრალოდ პროტესტი, არამედ ღირსება. ამისი უამრავი მაგალითი დაგვიგროვდა, მაგრამ მე ერთს მოგიყვებით, რომელიც ჩემი აზრით ყველაფერს ამბობს ამ რეჟიმზე. ეს არის აზა ჩილაჩავას ამბავი.
71 წლის დევნილი აფხაზეთიდან, ქალი, რომელმაც ომის კოშმარი გამოიარა, ქალი, რომელმაც როცა გაგრა დაეცა და ქუჩები მოკლული ქართველი ჯარისკაცებით იყო სავსე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ერთი მათგანი მაინც დამარხა. ქალი, რომელმაც ზურგით თრეული 20 კილოგრამიანი ტომრებით არჩინა ოჯახი. ქალი, რომელსაც დღემდე არ აქვს სახელმწიფოსგან ბინა და მუჭის ოდენა ოთახში ცხოვრობს. ქალი, რომელსაც სახელმწიფო დახმარების სახით თვეში 45 ლარს უხდის. ეს ქალი დგას რუსთაველზე. სტკივა ფეხი, მაგრამ მაინც დგას. ტორტებს აცხობს და აქციის მონაწილეებს ურიგებს. და აი ამ 71 წლის ქალს, რომელიც გაციებული იყო და ვირუსის გამო პირბადე ეკეთა, პოლიცია აჩერებს და ოქმს უწერს. მას სასამართლოში იბარებენ პირბადის ტარების გამო. მე რასაბაშები, მე პროტესტი მარშები, დევნილი მარ, რომელსაც ოთახი არ გამაჩნია დღემდე. მე ხვალას როდა ამჭირო მაინც რუსეთი ოკუპანტი. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი უსმენს ამ ამბავს და მას სამართალ დამრღვევად ცნობს. 71 წლის დევნილი ქალის გასამართლება პირბადის გამო. ეს არის მორალური ფსკერი, მეგობრებო. და როცა გონია, რომ ამაზე ქვემოთ დაშვება შეუძლებელია, სენაზე გამოდის პარლამენტარი ირაკლი კირცხალია. კაცი, რომლის დეკლარირებული ქონება მილიონებს ითვლის, რომელსაც 10 მიწის ნაკვეთი აჩუქეს, რომელსაც 4 მილიონი ლარი აქვს გასესხებული და წელიწადში 56,000 ლარს მარტო მოგზაურობაში ხარჯავს. აი ეს კაცი გამოდის და აზა ჩილაჩავას ქალს, რომელმაც ჯარისკაცი დამარხა, უწოდებს შეუგნებელს. აი იცით რას გეტყვით, იცით? აი გეტყვი, აი 70 წლის დევნილი ქალი, ხო? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ ღოს კანონს, არის ან შეუგნებელი, ან პირდაპირ იძახის, რომ არა, მე უნდა დავარღვიო. აი ეს არის ამ რეჟიმის საბოლოო სახე. ეს არის დემორალიზაციის პოლიტიკა. მიზანია გითხრან, ხედავ, შენი გმირობა არაფერს ნიშნავს. შენი ღირსება არაფერს ნიშნავს. შენ ხარ შეუგნებელი ბებია, ჩვენ კი მილიონერი დეპუტატები და ჩვენ ყოველთვის მოვიგებთ. დღეს მომავლის ძალიან ბნელი სურათი დავხატეთ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ყოველივე შეუძლებელია რომ მოხდეს. უცნაური გრძნობაა ეს. ალბათ ბევრ ჩვენგანს აქვს. არ გჯერა, რაც ხდება და ვერ იჯერებ, რომ ასე შესაძლებელია ცხოვრება. რადგან შეუძლებელია, რომ ვიღაცამ, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ შეხედოს აზა ჩილაჩავას, რომელსაც პირბადის გამო სასამართლოში ატარებენ, და მერე შეხედოს ქოც ირაკლი კირცხალიას, რომელიც თავის მილიონებზე ზის და თქვას, რომ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა მართალი. უბრალოდ შეუძლებელი. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. შევხვდებით შემდეგ კვირას. მადლობა რომ გვიყურეთ.